მაგრამ არ მეოსება პირველად გავიგებოს თუ რას განვიხილავდით იცი თქვენ რომ გაიჭედეთ და ვეღარ მიდიოდით რა ვეღარ ვითარდებოდით აუ ხალხო გემრიელის რომ მოდი ახლა მე მაღლიდან იყურებ ჩვენი ჩართულობა რამდენი იყო რომ ბოლო წელი გეტყინას თქვენ ვერ არის რომ მე არ წელი რა პირველი მე რატომ მიდი სირბილი რა ეს მოგესალმები ძვირფასო გამომწერებოდა რენდომ მაყურებლებო იმისთვის რომ არ იყოთ რენდომ მაყურებლები გამოიწერეთ Steam დარეურები რა ხდება ახლა ჩვენ დღეს ვიმყოფებით Escape Room-ში როგორც უკვე წაიკითხეთ და ვიწყებთ პროექტს აქტიურად We are in the game Gen Z versus Millennial როგორც იცით მე და ხირსი ვართ მილენიალები მახარა და სოხა არიან Gen Z, ამიტომ Escape Room-ის დავალებებში და quest-ებში ერთმანეთს გავეჯიბრებით, რომელი გონება უფრო გამჭრიახია, რომელმა თაობამ უფრო მეტი ნახა ცხოვრებაში, რომელ თაობას უფრო მეტი ჭკუა მოეკითხება. და თქვენ თუ გაინტერესებთ, რომელი თაობა ჯობია, აუცილებლად დარჩით და გვიყურეთ ბოლომდე. მანამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოს დავიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ თუ რა არის Escape Room-ი და რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს, ამაზე უკვე გიორგი დაგველაპარაკება. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. Escape Room-ი არის ლოგიკური თავსატეხების ოთახები. გვაქვს სამ შემთხვევაში სამი ტიპის სათამაშო ოთახი, ეს არის Harry Potter-ი, კარიბის ზღვის მეკობრეები და დრაკულა. სამივე სათამაშო ოთახი განსხვავდება ერთმანეთისგან თემატიკით, მისიებით, მაგრამ აერთიანებს სამივეს თავსატეხების სიმრავლე. და მოთამაშეები კარგად ერთობიან მოკლედ. წესები მარტივია. ძალდატანებით არაფერს არ ვაღებ შიგნით თავისთავად ცხადია, რაღაცები ჩაკეტილია, უნდა ვიაზროვნოთ, ამოხსნათ თავსატეხები და გავაღოთ. ზოგიერთი რამ ავტომატურად იღება, მაშინ დავალებას სწორად ამოხსნით. თუმცა არის ესეთი რაღაცებიც, რაც ხელით უნდა გავხსნათ. მაგალითად, გვაქვს ბოქლობები. ჭერი არ არის სათამაშო ზონა, ჭერში არაფერს არ ვეძებთ, ასევე სადენები, შნურებიც უნდა ვინახოთ, აი ეგეთ რაღაცებს არ ვიხებით. ეგეთი X-ები თუ სადმე დააფიქსიროთ კედლებზე ან სადმე, ანუ ის არეალებიც არ გჭირდება და შეგიძლიათ შეეხოთ, შეამოწმოთ თქვენ, მაგრამ იქ საინტერესო არაფერია. ასე ვთქვათ. ეს ასულ წესები. Escape Room-ი გამოდგა საკმაოდ დამღლელი, სასიამოვნო დამღლელი სხვათა შორის და მოგვაშია, იმიტომ რომ ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ემოციები დაცლილი. ძალიან მაგარი ისტორიებით სავსე მივდივართ უკვე სახლებში Escape Room-იდან. მინდა გიორგის ვთხოვ, ერთი-ორი სიტყვა შეგვაფასოს. როგორ ვითამაშეთ? საინტერესო მონაწილეები იყავით, საინტერესო მოთამაშეები. კარგად დაიწყეთ სხვათა შორის, არ ველოდი. კარგად გაართვით თავი. თავსატეხები მარტივად ამოხსენით შეიძლება ითქვას. იყო რაღაც მომენტები, სადაც უნდა გაგიჭირეთ, მაგრამ ბუნებრივია, მე თვითონ ესეც პირველად თამაშობ. მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ კარგი დრო დააფიქსირეთ. თქვა შორის არც მინიშნებები დაგჭირებიათ ბევრი მაინც და მაინც. მე თვითონ ეს პირველ ორ თამაშში. მაგრამ სამ მინიშნებაში ყოველ შემთხვევაში ჩაედიათ ყველანაირად Harry Potter-ში და მეკობრეებში უფრო შედარებით მარტივად გაართვით თავი. ვისაც გიყვართ საშინელებათა ფილმები, თამაშები და ვისაც აი ეს ემოციები გიყვართ, რასაც შიში იწვევს, აუცილებლად უნდა მოვბრძანდეთ Escape Room-ში და გამოცადოთ დრაკულას ოთახი, იმიტომ რომ დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. ცოტა ხანი შეწყვიტეთ დელივერი ათონელიდან მოგშვიდა და საწავიდოდით უფრო კარგ ადგილზე თუ არა პიცაკონზე. ცოტა ხანში მოგვიტანენ, მანამდე გავიხსენოთ Escape-ში რა ვქენით, როგორ ვქენით, მე ნელ-ნელა დავაგემოვნებთ, როგორ მოგვეწონება, არ მოგვეწონება. ახუჩი, რაზგეკ მოდი მაშინ Escape-ის მთავარი გმირის დავიწყოთ რა. ახლა გაგვიზიარე, რა შემიძლია. ოთახი და ხამურა, ანუ სიტყვა ხამურა, ჩემთვის უკვე ასოცირდება Escape-ში და დრაკულას ოთახთან, იმიტომ რომ ემოციებისგან არ ხო პირველი გავიარეთ და ვიღარეთ. ოთახი დრაკულა, წავიდა ტრაკულა. იმიტომ რომ საკმაოდ საშიში გამოდგა. შემოგვიყვება შემეში. კიდევ საოცრად უნდა მივეყუდო. დიახ, სანამ დგას. უნდა მივეყუდოთ? ეხება 10 წამი. ხო. 55 წუთი გაგვთ რომ დახმარებათ გვერდით რამე ვერ გაიგოთ. აღარ გვინდა. აღარ გინდა კამერებს ხედავთ, მაგრამ აი ესე.
მაინც პირველი მე რატომ მიდი, სირბილი რამეს. აი, აბა. აი, საურიტა. აი, ეს რა არის? აქ ბოკლომია. აშვებიდო. მე ვქი. ეს როცა ესეა. მოცა? ო, გაიგო შეჩემო. How? Hold on, bro. How? ხოთ. ხო, გაია, ხო, სვალი! არი. ახ, ჩემი დედოფლო. აი ეს ბოკლომი. სანამ გახსნა ბიჭო ეხა შემო თავი შეჭემა, ხო ხედავ. ხომ კარგი სტრა. კუში რამდენი აქ რო ეს უნდა გადავხო. ბოკლომია, გადახადე, შეჭემა, აბა რა უნდა? არაფერი დააფარე უკან. ბოკლომი რაღაცა. ჩემ. იქიდან აათე. იქიდან აათე. იქიდან აათე. ეგარ შევარდი. რა გავალ შელე. აა, ბიჭო. დაბლაც. არა, დაბლა. აა, შეშმა. ვაიმე. უსახარნა ბოზარ ადგილას იმანი. ცი რაღაცა დგას. ვახარ მიდი. სოხა მისე ჩაიჯვარო ვიდეო გათიშე. გამურა. შეკავება ვცადე იმის ვის მოვხდებდა, მაგრამ ვერა, აბსოლუტურად არ გქონდა. მე მოვხიე სხვაგან წავედი საერთოდ, დავოჯამ შევჭამეს და. არა, ნუ ძალიან მაგარი. ქრონოლოგიურად გავყვეთ. პირველი ვითამაშეთ მეკობრე. ო ისე ცნობისთვის ჩვენ მოვიგეთ მილენიალებმა. ეჭვი არავის არ ეპარებოდა ბაბშე. დიდი გზა გვაქვს, დიდი. ხო, ნუ მოკლედ ჯენზი გადავიდა უკვე ოფიციალურად მეორე ადგილზე. ცოტა ლოგიკურ ნაწილში ბიჭები გაიჭედნენ რა და არ მინდა ეხლა ეს მთლიანად ჯენზის დავაბრალო, ხო? ეხლა ყველა ერთ ყოფში არ მოვხელში, მაგრამ ნუ ეს ორი ყოფში ხარშება უეჭვე. გენეტიკური კი არა და თაობრივი გავლენას თავისებურად არის რა. ჩემი გამარცხება ზუსტად ერთმა წუთმა გადაწყვიტა, მაგას ნახავთ. ერთი წუთი. აი ხა ის 8 წუთი მოგიგეთ, გავიგეთ. დედა! გამაგები დავიშვე. კარჩა ალბათ ის უნდა გავაღო. მოიწამ რაც იქნება ოჯონ. აი მე ჩემი დედას ვიცი. უკვე დაიწყო? გინდა დასალევე? გახსენე რა. ჩაყავ ტუალეტში უნდა იქექო უეჭო. ვიქექები მაგრამ. კარგად მოქექე. ქეკავ. აქ ვერაფერი ვერ ნახე?
ვერ შევყავი გარეთ. სად რა უნდა ვეძებო? ვიშველეთ რაღაცა ხალხო. შნურებს რო ეხებითო, ეხა გამახსენდა ხო? კაროჩი წესების დაცვაზე არის. გავყიდეს ბიჭო მონიბად. სო, და ბოპა. ტიპო ვენ. მარტივად გაიღებოდა ხუთი რო რამე. მოიცა. ეს რა? არა. ჩემი, კაი, ორი ბოთლი გვაქვს, ეს უკვე წინსვლა. გაიხსნა. არა. მიდი. ეგარი. აბარა. რა, ბიჭო, აბარა, ვახჩე. დავაი. აქ რა გახდე? ღია კარი არ უნდა დაგჭეს, ღია კარი. ხომ არა, შემდეგი ეს კარი ღია იყოს, იმიტომ რომ გასვლა დაგჭირდება. არ ჩაკეტა ხომ რა ღია კარი არ უნდა დაგჭეს. ბიჭო, ხომ არა ის რომ მოვა, თუ დაგვადგება, იქ თუნდა გავიდეს და მე მოვიხურო ჩეჩემო. იქ უნდა საკანში უნდა ვიყოთ. გამოდი, გაი. მე გავაღებ ჩეჩემო, ჩაულე ღია. კაი ხო, არ ვიცი. ხო, არა, ხა იგი. 6 - -1 0. ეს უნდა ავანთოთ. ბოთლები? მოხლევი წამოია. მეორე ბოთლი სად არის? იქ ესა. ხსნება? ფერი არა. ეს რატო არ იხსნება აქ? ეს რატო აქვს დახვრეტილი? არა. ეს შეიძლება თავისით გაიგოს. კაი, მოდი ორი წუთი დავშვიდეთ. უნდა მივხვდეთ საიდან ვიწყებთ. ეს რა ჩემ ფეხებია? კოდი რაღაცაზე უნდა ეწერო შეჩემო. ესეც არ იღება. მაგაიგე? ხო? ტოპა. დაიწყაპო რაღაც. აი ეს არის, ეს ვაფშე რა არის? აქ რაღაც კოდი არის. ხო. 5. შო, ეგა, გაიხსნა. ეგ არის. აქ მოვჩით. შიგნითაც არაფერი არ არის. რაგა. ყველა შესაძლო ვარიანტი. არა, ბოთლი გუნდა რა, ანუ ხო, ბოთლი უნდა იყოს, სადაც იქნება ბოთალი. ანუ რაღაცას ხსნის ეხა. ხო და ერთიც გვინდა. არა, ეგ ერთი ბოთლი სად არის? სად შეიძლება იყოს?ავს არბაზანს ვერ გაუგა. ძალიან ტყუილა და თვითონ მაგრამ სიარა რაღაცა უნდა. აქ არის ეს თევზი, ეს უნდა გავაღოთ რამენაირად. ყველაფერს დავაკვირდეთ კარგად რა. 2. მომისმენ, ეს უნდა გავაღოთ უეჭველი დო. გაი. ხო. ეს აიღე. მოდი ეგ მომოცი, ვიცი რა თქმა. ვაიმე. ეს რა ჩანდა და ამას როგორ ვარ? ბიჭო. ოჩ ხორმეღა და ორჯერ გავხსენი. არა, აი ამ. არა, ეს არის დიდი. არა, შეჭი. აი ეგეთი რაღაცა გამოგრჩებოდა უმნიშვნელო რა. აბაბა, მოიზე ყველაფერი. აუ ძალიან დიდი ხანი გავჩერდით. რა? სოხა. აბი ვერ გახوارგინა პუთი მოხსენით ლიანად. ბატიო ვერ გახსენით. ვაიმე. ორი ჩანო. სხვა რამე ხო არ შედის. გითხრა რა შედის? დავზრია მარჯვნივ. მას. აი ეგრე აკეთე სანამ რაღაცა მოხდება. დავაიოტრია. საჭე. მარჯვნივ მას იქით აკეთ. მაგარია დაატრიალში. მომენტს. მედი ავიღე სწორად. აი გამომი. არა, უნდა ატრიალო უბრალოდ რა. ეგა. ყურადღებით ვიყოთ იქ გაქცევა თუ დაგჭირდა. რამე ხმა არ არის? ცოტა არ უნდა გავიჭედოთ, გუეჭველი უნდა გავიდეთ. შენდე ვაიმე გულ. ხო.
ხო და როგორ ზადარ დავაი უცებ ქონდა ვიპოვოთ ფიგურები ჩვენ походу ფაზლიც გვჭირდება ეგა წავედი არ ხდება in case of danger აჰა კოდიც გვინდა აქ ეს ნახატები არაფერს არ ეძლევა არა აქ მათემატიკაა ჩვეულებრივი ბიჭო ხომ არა ეს ხომ და გავიგოთ ხო და ამით ნახე ორი ეს ოთხკუთხედი მაშველი რაღაცა გვინდა ცვლადი გვინდა 3 + 2 უდრის 2 პლუს რაღაცას -2 3 3 3 3 3 3 2 2 7 ეს თუ 3-ია ეს ხო არის 4 4 პლუს 3 2 პლუს 3 პლუს 3 პლუს 3 არის და იმიტომ ეს 3-ია 4 მაგრამ ნახე 4 + 1 + 1 7 არ არის ამას პლუსას 5 რაღაცას -4 2 ვარჩი 4 5 7 ოკეი 2 2 ანუ ეს არის 7 აი 7 გვაქვს ეს გავიგეთ აი მოიცა ვიფიქროთ ხა ენერგია დავკარგეთ გაზარერა ერწამი ეხა ეს იქნება ეს ხო ბოლოა იქ რა კოდი ყველაფრის დაგვირგვინება იქნება ეხა ეს რა ღუზა რა არაფერს არ ახატია რას გვაძლევს ღუზა რას გვაძლევს ეს ხული კი რა ჯანდაბად მინდა ახლა ტრაქში შეიძლება ხოლმე ხახოთ და გაიგო ხო რომიადე მაგით გაიგო What? ოპა ეგ არის გაძე რაღაც გავა სოხავაიმე ბიჭო დეგენერატები Chupapi muñaño. მიდი კიდე ეგ არის სოხა გენაცვალ სამხო ვირთხა გავხსენ ეგ არის დაიწყე ის მოდი ბიჭო აქ ეს დეკორაცია კი არ არის მარტო ამის დედავატირე არ ვიცი აბა პირიქით ხო აი სამაგრო გამიგიაც კი კაფეის ჩა ერთი ორი დაშუშვალა აი ხასამამდე დავიწყდი სადაბლაში დამიაწე შამარზე გაიქცე ერთი ორი გაუ დავიკელი 20 კილო მეკობრეების quest-ი ზოგადად თითქოს პირველ ოთახში მარტივი არის. მე მეორე შეტიხარ და აზზე არ ხარ ახდებ. და ფიზიკურად კი არა, უფრო გონებრივად იღლები და მე მესამე ოთახში ვაფშე აღარ იცი რა გაქვს. მესამე ოთახი იყო ალბათ ჩვენთვის მე რაც შევხედე და გიყურეთ, ანუ პრობლემა ქონდათ, რომ დრაივი არ გქონდათ. აი მე და ხახუტა მაგალითად, აი დავრბოდით, დავქროდით ოთახში რა და თქვენ რაღაც აი ესე მიაჩერდებოდით, ფიქრობდით. მე იქით ფიქრობდი. მაგნეტებში შემიძლია დაგეთახო მესამე კუნძულზე რო ქაოსი არ შექმნით და ჩვენმა ქაოსით რაღაცეები გაგვივარდა. მახარა დღეიდან ყველა სხვა ზედმეტსახელთან ერთად არის რაპუნცელი. იმიტომ რომ ვისაც ნანახი გაქვს, რაპუნცელია ხო თანგლ? ხო. თანგლ არის, იმიტომ რომ ვისაც ნანახი გაქვს ეგ მულტფილმი, ის კამელეონი რო უზის ფარზე და ყველგან თან დაყვება, ისე დაქონდა მახარას. ფარზე არის და კუდი დააჭრა. აი ეს აცეირნებდა რა. დანიშნულება ვერ მოუნახა ვერასდროს. მოკლედ მეკობრეებში წავაგეთ ჩვენ. გვაწვით არასა ამაღოთ. მე წავედით ჰარი პოტერში. მე წავედით ჰარი პოტერში. აი სად დაგვინძრა ჩვენ მილენიალებს. დავაი. კაროჩე ვაღებთ ამას.
ალბათ ხო გავდივართ მაგაში. მან ჩაყავი? აქ არაფერი არა. Okay, let's go. Let's go. აი, ყველაფერს მომოწმევ. შემოვნავ ყველაფერს. ოპა. აი, ეგ ჯერ დავიმახსოვროთ. ძვირფასო ჰარი, ასკაბანის ციხიდან პატიმრები გაქცეულან, იფრთხილე. აუ, ამოცანაა და მე კიდე პროსტა წავიგით. თუ გაიჭედო მითხარი. ისდეც. ოპა, მოდი ხის. აუ. 1 4 დააჭირე და ისე ისე. არა. კაი, იმასაც დააჭირე წერამისთან და ხირს. ეგ ის всё, მოიცა? ვახ, ვერ გავიგეთო. კაი, მიმიშვიდო შენ სხვა რაღაც ნახე. ეს დრაკონი აწყობილია, მაგრამ ეს აქ ჯდება ესეთო. იყოს 9 შევკრათ ჯერ. 9 წელი შევკრათ. არ გინდა ამაზე დრო არ დახარჯო. ციგნმა წულო. ეგ არის. ბიჭო ორი წამი. არა ეს მგონი არ უნდა იცოდე აქ რომ შემოდიხარ არ ხარ ვალდებული რომ ეს ცუდ. ასე არა. აბა, გამოვიყენე იმისთვის ის გამოვიყენე ამის გასაღებად всё მე მგონი. ეს რა შვები? ეგა, ბრავო. კარგი. ძვირფასო არის აზბაკანის ციხიდან პატიმრები გაქცეულან. აქედან ნახე ხო ყველაფერი არის. აქ რაღაცა დაშიფრულია რა. უეჭველი. აი, რაღაცა დავაჭირი აქ. ჰა? ამას ეჭირება. ღილაკია. აი აქ, ნახე. იქიდან გავარდ. იგივე ხო არ არის არა ამაზე? შანსი არა. მცადე მაინც. ოპა. გაიგო საკო აბა რა, ბიჭო. ოპა. ვაიმე რა არის? არა, ეგრე არა. ესე შეჭე. რაღაცა და გაუსვი, რა ვი. ენერვატე. აუ, არ გავიგე. ენერვატე. ნახე, ეს სიტყვები კი კარგი ხარ. ეს სიტყვები კი დაფარულის გამოაშკარავების დაგეხმარება. ეგ რაღაცაში მოიწვიე გეხმარება. ეს რა ხარ? არა, თო. არც ერთზე არ. მოიცა. მოჭოლი იზავს, დარწმუნებული. კი. 9 მგონია. ჩიკო, ხაშიჩი. ეგა სამიცალია უწყეს. არა, ეს ადვილია რა. ეს აქ არის. ჰა. ო, ბაზარია. ესე. დავაიდე გარი? არა. არ არის. ესე კი, აი, არ არის, არა. ეგ არის გეუბნები შეჭო. всё. ეგ არის? всё, ეგ არის. დავაი. ეგა, კაი. მე რახე. ჰოპ. ო, მოიცა. რატო აინთო ხა ეს? აქ რა წერია? ხომ მოთქვათ, ულნეთ ჰა. ჩვენი ზოგადად ჩადოსტური ჯოხი გააქტიურდა. ეხლა უნდა გამოიყენო ეს ჩადოსტური ჯოხი. ილაკი, ბიჭო. საუ. Tom Riddle, ოპა. Tom Riddle Voldemort-ია. აბა რა. ოპა. შენ. ჯოხი მომაკ უეჭველი. პისტეც. ერთი თავს უნდა წარმოვთქვი. ალოჰა ალოჰა. მე ენთუზიაზმი მჭირდა. ალოჰა. ოპა. ოპა. საუ. მახარ აქ უნდა დადო და დაუდე. მერე ეს სპაიკები სად უნდა დავდო? იქნება მაგაზე უეჭველი. ჯადოსნური ფიგურები. ხო, საჭიროა ეგ სადაც უნდა დავდოთ. მაგ სადმე მოძებნე შენ? რა მოძებნე? არ ვიცი, მეტი აფერი რა. Love you too. რა საიდუმლოებას ინახავ ოქრო. ხოდ ჯადოსნური ფიგურების ხოლმე ფიგურები და ფიგურები. ბანანი გვინდა. მახარ სადმე ყვავილი უნდა ვიპოვოთ და ბანანი. ბანანა. ბანანი სადდევს. ბანანი სად შედო? არა, ბანანი უნდა დავდოთ სადღაც რა და ბანანი სად ტრაქში მიდის.
გაღე? ვერ არიღება არც ერთი ჯოხით. ეს ვერ მივხვდი ვაფშე რა შვება. კარგი ხარ? გამოიგე. გამოიგე. всё. არა ABCD G, შეჩემა G, აი. ეს არ არის? არა. უნდა ეთამაშო. ხო. უკან. ეგა. ბრავო. ეგ არის. მახარ. ჩაიკეტა ეს. ალბათ ეგრე უნდა იყოს. ხო? ჯადოქრობა დაგჭირდება, ახლა დავბრუნდე. იქნებ სწორადაა და ხონს გავიდე. ხვები არ მოიცია. ხო თქვი არა. გონი გზაში რაღაცები გამოგიჩნდა. კრისტალები? კრისტალები რომ გადამალოს სარკე. სარკე როგორ მალოს კრისტალებს? კიდევ ორი წელი ჭირდა. ხო. ბიზნეს, კაი. დააწყე სამივე ქვა სარკეზე ვიდრე დავდივოდი მოსულა. წავედით. იპოვე? ხო. ოკეი. ალოჰომორა. ალოჰომორა. ერთიც. ალოჰომორა. ჩვენ ახალგაზრდა გულშემატკივრები. მაგითი და დახვედა რა შეესამოს. ფოტო მინდა. ის მაგ კუსკლას. ცოტა უკაგად. თანამ. ხო, კუკლუს კლანი. იდეაში მარტივად უნდა მოგვიგო და საკმაოდ ისე დინამიურად კარგად დავიწყეთ და სწორად დავიწყეთ, თუმცა დადგა მომენტი, სადაც აი უბრალოდ არ ვიცოდით რა გვექნა. სვეჩი რა. მართლა არ ვიცი, ყველაფერი ვიცოდეთ საერთოდ. მე ისევ კარგად წავიდა საქმე, მე ისევ გავიჭედით რაღაცა, მოკლედ მაინც წააგეს ამათმა უბრალოდ მხოლოდ ერთი წუთით მოვიგეთ რა და ჩვენთვის ეგ ფაქტობრივად წაგება. რეალურად ეგ მოგება არ არის, იმიტომ რომ აქ უკვე წამყვანის ხელში არის, როდის დაგინდობს და მე ვიტყოდი რომ ფრემორჩა ეგ. მე კიდე ერთს ეგრევე ვიტყოდი, იმიტომ რომ მოდი ახლა მე მაღლიდან იყურებ ჩვენი ჩართულობა რამდენი იყო რომ წამყვას ეგ ნიშნებები ეთქვა მანდ. არა, მოდი სიმართლე ვთქვა რა, ფრე და დაიწყეს აქ ეს ჟმოტობა. ნახე, რას განვიხილავდით, იცი, თქვენ რომ გაიჭედეთ და ვეღარ მიდიოდით რა, ვეღარ ვითარდებოდით. ჩაუწვათო და დამარცხებულებად გამოვიყვანოთო, რომ ვაფშე ვერ ამოხსნესო თუ ცოტა დავიხმაროთო და მაინც ამოხსნა. აი არ ვიტყო, ხო და ფრე. ანუ, კაი. არ გვინდა შუპარე. პრე არის თქო. ო, მოვიდა. მე ვიტყოდი რომ ფიზიკურად ბევრად ამღლელი იყო ჰარი პოტერი. საზრომეალა ბოლოს წელი გეტკინას თქვენ. ვერ არის ზრომეალა. წელი. თან რაღაც ამინდი. მან შემოვიდა უკვე თვალის პრობლემა. ჩვენ ასაკინა გავდა ნელ-ნელა დაგვეწყო თვალის პრობლემა და თვალიც ასაკმა თავისი. ხო. ამასობაში პიცაც ჯამსკიარებით და ასე. და რა საინტერესოა, პიცას რო უკეთავ და მოდის ნაყინის ფორმის ჩამოსასხმელი სუბიექტი. ნუ ეგა ყველაზე საინტერესო. ძალიან ბევრს ვაპარაკობთ ეხლა და მე მგონი ეს რაღაც შედევრი უნდა უჭამოთ რა. ეს არის ჩორიზო, ჩემი საყვარელი პიცა, რომ იცოდეთ, მაინც თუ როდესმე პიცას დამპატიჟებთ, მიყვარს ჩორიზო. მარგარიტა. ეს მარგარიტა? ხო, ეს არის 4 ყველი. ხო. არა, ეს არის 4 ყველი და ეს არის პესტო. ეს პროშუტო. მაშინ მე მარგარიტა მაგრა არ მევასება, აი ამაში. მარგარიტა მაგრა არ მევასება, პირველად გავიგებოს თუ რა ფიზმუნცი. ორი ყველი. რა საინტერესოა რა. ნუ ნახე. იმენა გადამდანარია ერთმანეთში რამდენი ყველი აქვს თუ? არ მინდა რომ დამეღვაროს. ის ნახე ვიდეო. ჩვენი
ცა? ანუ ხინკალივითაა ბიჭო ხო? ყველს რა მაგარი ტექსტურა. ტელეფონი არა აი ბიჭო აუ აუ ხალხო გემრიელის წვენი და არცო ზაღა გემრიელი. რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, უფრო დერსკი ეჩქება. ეს ცხოვრების ელოცები. ამას პიცასთან ის რა უპირატესობა აქვს, ანუ კლასიკურ პიცაზე. პიცას როჭა ბოლოში ხო ეს რჩება. სომილი. აი რაც უფრო ჩადიხარ, უფრო დერსკი. ვაიმე რა გემრიელი. ექცომი ხან გემრიელია ხან არა. ბიჭო მართლა რაც არ არის განანებული არც ერთი ის ინგრედიენტი რაც საჭიროა ეს გემრიელობა მიიღო რა. გასინჯოს მერე თამამად ვიძახი რომ ძალიან იაფიდეს. ძალიან იაფია. ძალიან იაფია. ვაიმე ძალიან გემრიელია. ბოლოში ჩავკრე ეს წერმა გააჩქარა. იმენა არ უნდა თავდებოდეს. რამ გაასხა? წერმა შეგვიძლია. როგორი მსუყეა? თქვენ მიირთვით? ანუ ამოღა მე როგორი მსუყეა? ეხლა რომ დღე გადაღებაზე ვიყავით რა. მოგშივდა გლები ვითვართ რა და ეხლა აი ამ ერთმა უკვე თავისი კვალი და წვნიანი ვაუ მოკლედ წვნიანი პიცა ნაყინის ფორმით. რა მისაღებ ფასად? თან როგორ ისეთ საჭმელია მარტივი. მარტივი ხო არა. თავიდან მეთქე ხა როგორ მიუდგე. ჩემი წვერებისთვის ეხლა აი всё არაფერი. არა უჩოლი უნდა მოხდე. გემოებზე რისი ქონათ სპან. ჩემი იყო ჩორიზო. 4 ყველი ჩემი და პირდაპირ ვიტყვი რომ ზოგადად 4 ყველი მე არ მიყვარს და ჩემთვის არის ზედმეტად მარილიანი და ზედმეტად მძიმე, მაგრამ არც მარილმა შემაწუხა და სიმძიმეც საერთოდ არ ყარა. და წვნიანი, ეთქობა წვნიანი რო იყო, შედარებით სველი ტიპი რო იყო, მაგრამ ხო ეს პიცა მე კლასიკურ შრებაზე ვიდან და ძალიან მძიმე საჭმელი. ჩემი იყო ეს თავს ინახავს რა. ძალიან ახალი გემოები და ძალიან განსხვავებული ესეთ პიცა. არ მიჭამდნენ. ამ გემოვნური თვისებებით პირველად ვჭამე რა, მაგრამ მინიმუმ ესეთი მოყვანილობის. არა, ეს ამაზე არც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ფილში ვერ შეჭამ, ხო ესეთი მოყვანილობას ვიცახი და ვერ შეჭამ. ნუ არის დახურული პიცები, მაგრამ ეს არის, არა, ისაც არის პიცები, ეს მართლა სიახლეა, თან კაი სიახლეა ძალიან. ჩემგან ქება და ქება. არ ველოდი ეს თუ მომეწონებოდა. მე ალბათ ყველაზე ბანალური გემო პროშუტო. ვიჩინით რო არის. და თავიდან ეგ გემოტრიალებდა, მაგრამ ბოლოს რო წამოიღო ხორცის წვენმაც, თქო სულ სხვა გემო მიიღო. აი ხინკლის წვენს წააგავდა, ოღონდ უფრო სპეციფიური გემო. უფრო იტალიური გემო. მოკლედ, რა უნდა გაიგოს ამ ვიდეოდან მაყურებელმა? წავიდეს escape room-ში, ითამაშოს, იდეალურ შემთხვევაში 3 ოთახი, მე დაიღლება, მოვიდეს აქ გემრიელად შეჭამოს და მე წავიდე სახში დაიძინოს. ორივე ესეთი ტიპაჟია, შეყვარებულები, ძმაკაცები, დაქალები, კლასელები, ჯგუფელები, თანამშრომლები, ასაკობრივი ზღვარი რო არ გააჩნია. ეგ არის ყველაზე სასიამოვნო ნიუანსი. არის რაღაცები ბავშვებისთვის, არის რაღაცები რასულებისთვის. escape room-ი არის ყველა ასაკისთვის და აი მართლა თუ ყველაფერი გააკეთეთ შეყვარებულთან ერთად, ყველგან იყავით ძმაკაცებთან ერთად, აი ფიქრობთ რომ რა გავაკეთოთ და მიდიხარ ბოლოს ყველაფერი მოლეული გაქვს დასალევად, იმიტომ რომ ფანტაზია აღარ ყოფნით, თქვენ ფანტაზიას ჩვენ წავაშველებთ escape rooms. თუ ყველანაირი საჭმელი მოიყინჭეთ და მარტო იმიტომ ჭამთ რომ სიმშილით არ მოკვდეთ, მე ხა ხინკალი რაღაცები ეგ მაგას არც განვიხილავ საერთოდ ქართულ კულინარიას, ეგ ჩვენი სიწმინდეა. რაღაცა განსხვავებული როცა მოგინდებათ, ჩვენი მხრიდან უდიდესი რეკომენდაცია ამ პიცაკონს, იმიტომ რომ მართლა ისეთი რაღაც შემოგთავაზა, რაც ქართულ ბაზარზე თბილისში არ არის. მე ყოველ შემთხვევაში არ შეხვედრია. არც რა გაკონტროლო არ კი. მოკლედ ზაქარიაძის 12 ნომერიდან პირდაპირ ათონელის 20 ნომერში გეოდებით ყველას რა. ესე დაგეგმეთ თქვენი შაბათიან კვირა დღეს. რაც თავარი არ დაგავდეთ და საუბრობთ გეიმინგზე, საუბრობთ ბევრს და იმედია საინტერესოდ. გამოგვიწერეთ